ტოქსიკური ურთიერთობის მესამე მახასიათებელი. ეს არის ის, რომ არის უწყვეტი კონტროლი პარტნიორის მხრიდან. ყველაფერს აკონტროლებს, ტელეფონსაც ნახულობს, მესენჯერსაც, შეიძლება რაღაც ბლოკნოტში ჩანაწერებსაც, ანუ ყველაფერს აკონტროლებს. აბსოლუტურად უნდა რომ მთლიანად ტოტალურ კონტროლში მოგაქციოთ და თქვენ ვეღარ იღებთ ვერანაირ გადაწყვეტილებებს. აი, ჩამორთმეული გაქვთ ეს უფლებაც, რომ რაღაცაში თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ამითი აი სრულიად ცხადაც ჩანს, რომ უნდა მიხვდეთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ ხართ. ასევე ამას მოყვება ამ კონტროლს ის, რომ არ გიშვებთ ნათესავთან, მშობლებთან, მეგობრებთან და ნელ-ნელა კარგავთ და ვიწროვდება თქვენი ეს ნაცნობების წრე და მხოლოდ მის ახლობლებთან, მის მეგობრებთან გაქვთ ურთიერთობა და ნელ-ნელა ურთიერთობებსაც კარგავთ, ნათესავებთან აღარ გაქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ. და რა თქმა უნდა მიხვდეთ, რაშიც არის საქმე.